გამარჯობა, მე ტატო ვარ. ნებისმიერი ბიზნესისთვის დროის რაღაც მომენტში ჩნდება დამატებითი დაფინანსების საჭიროება. ფინანსური რესურსის მოსაპოვებლად კომპანიას შეუძლია მიმართოს ბანკს სესხის ასაღებად ან გაყიდოს წილი, ანუ აქციები. აქცია არის მესაკუთრის წილი კომპანიაში, რომლითაც ინვესტორს, ანუ აქციების მფლობელს, კომპანიის მოგების ან აქტივების მიღების უფლება აქვს. წარმოვიდგინოთ, რომ მე მაქვს ბიზნესი, რომლის დასაფინანსებლადაც 100,000 ლარი მჭირდება და ამ თანხის ბანკიდან სესხად აღება არ მსურს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ კომპანიის აქციები გავყიდო. მოვიძიე 9 ინვესტორი, რომლებიც თანახმა არიან, რომ კომპანიის 10%-იანი წილი 10,000 ლარად იყიდონ. ამ გზით მე 90,000 ლარს მოვიპოვებ. დარჩენილ 10,000 ლარს კი მე თვითონ დავამატებ და 10%-იანი წილიც ჩემს საკუთრებაში დარჩება. 1 წლის შემდეგ კომპანიის ღირებულება 200,000 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, თითოეული ინვესტორის, მათ შორის ჩემი წილის ღირებულებაც 10,000 ლარის დაცვად 20,000-ად იქნება შეფასებული. აქციონერებს შეუძლიათ სხვა ინვესტორებზე გაყიდონ თავიანთი აქციები და მშვენიერი სარგებელი მიიღონ. ან დაიცადონ, იმ იმედით, რომ კომპანიის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ. თუმცა ეს შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. ასე მუშაობს საფონდო ბირჟა. ინვესტორები ყიდულობენ აქციებს, ყიდიან უფრო ძვირად, ან უფრო იაფად, ან ღებულობენ საკუთარი წილის შესაბამის მოგებას კომპანიიდან.